პარლამენტში საშემოდგომო სესია გაიხსნა პირველ პლენარულ სხდომაზე საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებმა სამთავრობო საათზე პრემიერისა და სოფლის მეურნეობის მინისტრების მისვლა ითხოვეს. ქრისტიან-დემოკრატების განცხადებით მსოფლიო ბაზარზე ფასების ზრდას საქართველოში სასურსათო კრიზისი გამოიწვია. დეპუტატები პრემიერ-მინისტრისაგან სამოქმედო გეგმის წარმოდგენას მოითხოვენ და იმის განმარტებას თუ როგორ აპირებს ის ეკონომიკური პრობლემების დაძლევას. მსოფლიო ბაზარზე სასურსათო პროდუქციაზე ფასების ზრდა ფაქტობრივად კატასტროფული სოციალური ფონი შექმნა საქართველოში და ამ დროს ჩვენი პრემიერ-მინისტრი გამოდის და კვირაში ერთხელ ხშირ შემთხვევაში კიდევ უფრო ხშირადაც ტრაბახობს გარკვეული ეკონომიკური წარმატებებით. განცხადებები, რომელიც ჩვენ მოვისმინეთ პრეზიდენტ სააკაშვილის სატელევიზიო სამთავრობო შოუს მიმდინარეობისას, ელჩების იმედზეღად დავრჩით, რომ მათ რამენაერად მოახერხონდა თუნდაც იმ ქვეყნებიდან გამოითხოვონ დახმარება, რომლებიც არასოდეს გამოირჩეოდნენ სოფლის მეურნეობის კუთხით. ჩვენ ვერ ვისმენთ ვერანაირ კონცეპტუალურ პროგრამას მთავრობისგან. ჩვენ ვცდილობთ საქმე ლაპარაკის ნაცვლად გავაკეთოთ ამ შემთხვევაში. ძალიან რთული სიტუაციაა და ადეკვატურად იმოქმედოს მთავრობამ, მაგრამ თქვენ რაც მოითხოვეთ პოლიტიკური დებატები, ეს არის განმარტებული 158 მუხლით ჩვენი რეგლამენტით, სადაც არ ითვალისწინებს არანაირ პრემიერ-მინისტრს და სოფლის მეურნეობის მინისტრს. სწრაფად არის მისაღების ზომები. ჯერ მე მარტო ვერ უპირისპირდები და ჩვენ კოლეგებთან ერთად ვერ უპირისპირდებით კვების პროდუქტებზე ამ მონოპოლიურ ფასებს. ფასების ზრდა სწორედ მონოპოლისტური მდგომარეობიდან არის გამოწვეული და არა იმის გამო, რომ სოფლიოში სადღაც გაძვირდა. მთავრობა რეალურად მუშაობდა მთელი ამ აგვისტოს განმავლობაში, მთელი ხელისუფლება შეიძლება ითქვას. ის სატელევიზიო გადაცემები, რომლებიც გაშუქდა, რომლებიც მოეწყო, იყო ელემენტარული დემონსტრირება თუ ამ პერიოდში, კრიზისულ პერიოდში რას აკეთებს საქართველოს ხელისუფლება. ხორბალზე ფასის გაზრდა ნიშნავს სხვა პროდუქტებზე, სხვა სურსათზე ფასების ზრდას და ამასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, გადამწყვეტი და გადამჭრელი ნაბიჯები იყო და ჯერ კიდევ არის მისაღები. ქრისტიან-დემოკრატების საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის გადადგომას მოითხოვენ და მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს პასუხისმგებლობას აკისრებენ. მათი განცხადებით, ზაფხულის განმავლობაში საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით სახალხო საყოველთაო განხილვას არხი სათანადოდ არ აშუქებდა, რის გამოც მოსახლეობის უმრავლესობა აღნიშნული სიახლის შესახებ ნაკლები ინფორმაციას ფლობს. ქრისტიან-დემოკრატების საბჭოს მიმართავენ დაუყოვნებლივ დააყენონ დირექტორის შეცვლის საკითხი. მოსახლეობის დიდმა ნაწილმა შინაარსობრივად არ იცის რაზეა საუბარი, რით განსხვავდება ის მოდელი, რომელიც არის შემოთავაზებული, რა ნაკლოვანება აქვს, რა პოზიტიური მხარე აქვს, ვისაც შეიძლება პოზიტიური მიაჩნია. რატო? იმიტომ რომ მთელი აგვისტო არ მიმდინარეობდა პოლიტიკური დებატების რეჟიმში რომელიმე არზე თოქ-შოუები იმისათვის, რომ ჩვენი განსხვავებული პოზიციები, თქვენგან განსხვავებული ან თქვენ ჩვენგან განსხვავებული, ეს ყველაფერი შეჯიბრობითობის პრინციპით ამაზე გვესაუბრა. პრობლემა არის ის, რომ პასუხისმგებლობა ამ დროს ყველაზე მეტი გადადის საზოგადოებრივ მაუწყებელზე, იმიტომ რომ ჩვენ კერძო მაუწყებლებს ვერ დავავალდებულებთ. ვალდებული იყო, რომ მსგავსი ტიპის პოლიტიკური უნიშნელოვანესი თოქ-შოუები ყოფილიყო ეთერში, ვალდებული იყო, იმიტომ რომ ამაზე მნიშვნელოვანი შეიძლება ამ ატლეტლეულში ჩვენი ქვეყნისთვის შეიძლება ერთ-ერთი უნიშნელოვანი საკითხია. გიორგი საგარეიშვილი პოლიციის შესახებ კანონში შესატან ცვლილებებს აპროტესტებს. იურიდიული კომიტეტის ინიცირებული კანონპროექტის თანახმად პოლიციას უფლება ექნება გონივრული ეჭვის არსებობის შემთხვევაში მოქალაქე გააჩეროს და ზედაპირულად შეამოწმოს. საგარეიშვილის განცხადებით, ამ ინიციატივით იურიდიული კომიტეტი იმის დაკანონებას ცდილობს, რასაც ამ დრომდე ბანო მერაბიშვილის უწყება უკანონო დაკეთებდა. საგარეიშვილი ამ საკითხით დაინტერესებას საერთაშორისო ორგანიზაციებს და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს თხოვს. პარლამენტის წევრი ეჭვობს, რომ ამ ინიციატივის დაკანონების შემთხვევაში ნარკოტიკული საშუალება ნებისმიერ მოქალაქეს შეიძლება აღმოაჩნდეს. თუ თქვენ ნახავთ ვინმეს აყუდებულს კედელთან და თუ თქვენ ნახავთ პოლიციას, რომელიც ამ აყუდებული ადამიანის სხეულზე უშნოდ აფათურებს ხელებს, იცოდეთ, რომ მიმდინარეობს ადამიანის ზედაპირული შემოწმება, რომლის დროსაც შეიძლება ამ შემოწმებული ადამიანის ქურთუკის ერთ-ერთ ჯიბეში აღმოჩნდეს 2 აბი სუბოტექსი, 5 გრამი ჰეროინი, 3 გრამი მარიხუანა და ასე შემდეგ. ანუ ის, რასაც აქამდე ბატონი ივანე მერაბიშვილი უკანონოდ აკეთებდა, ბატონები ანჯაფარიძე, კუკავა და თორტი ახლა ყველანაირად შეეცდებიან, რომ ეს ყველაფერი ბატონმა ივანე მერაბიშვილმა გააკეთოს კანონიერად.
პრეზიდენტის პრესსპიკერის ბრიფინგები ყოველ სამშაბათს ტრადიციულ ხასიათს მიიღებს. ამის შესახებ განცხადება მანანა მანჯგალაძემ გააკეთა. ბრიფინგზე პრეზიდენტის პრესსპიკერმა საქართველოს ეკონომიკური განვითარებასა და საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერით მიღწეულ წარმატებებზეც ისაუბრა. მანანა მანჯგალაძემ მოსწავლეებს სწავლის დაწყება მიულოცა და აღნიშნა, რომ პრეზიდენტისა და განსაჩუქრად 3000 პირველ კლასელი კომპიუტერს მიიღებს. პრეზიდენტის პრესსპიკერმა მიხეილ სააკაშვილის ბაქოში ვიზიტისა და 23 სექტემბერს გაეროში დაგეგმილი სამიტის შესახებაც ისაუბრა. ხელი მოეწერება ძალიან მნიშვნელოვან შეთანხმებას ევროპის მიმართულებით გაზის ტრანსპორტირების ახალ პროექტს, რაც გულისხმობს გათხევადებული გაზის ტერმინალების მშენებლობას საქართველოსა და რუმინეთს შორის და ამ ტერმინალებისათვის გაზის ტრანსპორტირება აზერბაიჯანიდან მოხდება და საქართველოსა და რუმინეთის გავლით გაზი უკვე უნგრეთსაც მიეწოდება. ნიუ-იორკში მიემგზავრება საქართველოს პრეზიდენტი, სადაც როგორც თქვენ იცით, გაეროს გენერალური ასამბლეის 65 სესია დაიწყება და სწორედ აქ გამართულ დებატებში მიიღებს პრეზიდენტი მონაწილეობას და მიხეილ სააკაშვილი გაეროს ტრიბუნიდან უკვე საერთაშორისო თანამეგობრობასა და გაეროს წევრი ქვეყნების წარმომადგენლებს მიმართავს სიტყვით. საუბარი გაეროს უმაღლესი ტრიბუნიდან ბუნებრივია შეეხება რუსეთის მიერ საქართველოს მიმართ განხორციელებულ ოკუპაციასა და საქართველოს სამშვიდობო გეგმებს. ლაგოდეხის პოლიციის ყოფილი უფროსი ალბერტ კაპანაძე გარდაცვლილი იპოვეს ხედარი გუშინ გვიან ღამით აღმოაჩინეს. ალბერტ კაპანაძე ლაგოდეხის რაიონის სოფელ ვარდის უბნიდან იყო. სოფელში გავრცელებული ერთ-ერთი ვერსიით ის თბილისში საკუთარ სახლში ჩასცხრილეს. აღნიშნულ ინფორმაციას რადიო ჰერეთი ავრცელებს. ამ ეტაპზე არც თვითმკვლელობის ვერსია არის გამორიცხული მომხდარის შესახებ, უკვე აცნობეს ვარდის უბნის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულს, თუმცა საზა ქველაძისათვის მომხდარის დეტალები უცნობია. ალბერტ კაპანაძის ხედარს ლაგოდეხში სავარაუდოდ დღეს გადაასვენებენ. უკვე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და მიმდინარეობს გამოძიება. ალბერტ კაპანაძე პოლიციის უფროსად ლაგოდეხში 1990-იან წლებში მუშაობდა. ავღანეთში კიდევ ორი ქართველი დაიჭრა. ინფორმაცია სააგენტო პირველი თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს. სამინისტროს პრესსამსახურის ხელმძღვანელი სალომე მახარაძის თქმით, ერთ-ერთი მათგანი ალექსანდრე კითოლენგიასთან ერთად დაიჭრა, მეორე კი ცოტა ადრე. მახარაძისთვის მათი გვარები უცნობია. სამინისტროში კი აცხადებენ, რომ ორივე სამხედროს ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა ორივე მათგანი სამშვიდობო მისიას გამოეთიშა და სამშობლოში დაბრუნდა. ამ დრომდე მხოლოდ ორი ქართველის დაშავების შესახებ იყო ცნობილი. ერთ-ერთი მათგანი უფროსი ლეიტენანტი 31 ბატალიონის ასეულის მეთაური მუხრან შუკვანი ხელნაკეთ ნაღმზე აფეთქდა. კაპრალმა ალიკ კითოლენგიამ კი ორივე ქვედა კედური დაკარგა. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა. დავით ბაქრაძე ვაშინგტონში დემოკრატიულ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ფორუმში მიიღებს მონაწილეობას. ფორუმში ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის პარლამენტების თავმჯდომარეებიც მონაწილეობენ. მოწვეული სპიკერის სტატუსით შეხვედრას შეერთებული შტატების პრეზიდენტის თანაშემწე და რუსეთისა და ევრაზიის საკითხებში უსაფრთხოების საბჭოს დირექტორი მაიკლ მაკფოლიც დაესწრება. დაგეგმილია დავით ბაქრაძის საჯარო გამოსვლა სამეცნიერო წრეების წარმომადგენლებთანაც. 19 სექტემბერს კი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ნიუ-იორკში გაემგზავრება. ინვესტორებს შეხვდება და გაეროს ეგიდით დაგეგმილ სახელმწიფოებისა და მთავრობის მეთაურების მაღალი დონის შეხვედრასაც დაესწრება. 21 სექტემბერს დავით ბაქრაძე საპარლამენტაშორისო კავშირის სამიტში მიიღებს მონაწილეობას. კონფერენცია ტარდება დემოკრატიული თანამეგობრობის საპარლამენტო ფორუმის ეგიდით. მასში მონაწილეობას მიიღებს ჩემ გარდა ლიტვის პარლამენტის სპიკერი. ვიდეო ჩართვით მიიღებს მონაწილეობას ევროპარლამენტის თავმჯდომარე ბატონი ბუზეკი, კონგრესის სპიკერი ხალბატონი პელოსი, ასევე მთელი რიგი ძალიან ცნობილი ამერიკელი კონგრესმენები და ევროპელი პოლიტიკოსები. ამ ფორუმზე ერთ-ერთი თემა იქნება საქართველოს და ამ საკითხთან დაკავშირებით მომხსენებელი ვიქნები. ჰააგაში საქართველოს სარჩელის საჯარო მოსმენა უკვე შედგა. საჩივარი რუსეთის ფედერაციის მხრიდან რასობრივი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხრის შესახებ კონვენციის დარღვევას ეხებოდა. საუბარია ცხინვალის რეგიონში საქართველოსა და აფხაზეთში ქართველების ეთნიკურ წმენდაზე, მათ დისკრიმინაციაზე, ძალადობაზე, სახლებში დაბრუნების უფლების ჩამორთმევასა და კულტურისა და იდენტობის განადგურებაზე. შესაბამისი არგუმენტებით ოფიციალური თბილისი საკუთარ პოზიციას ჰააგის ტრიბუნალს აცნობდა. ჰააგაში მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოში საქართველოს მიერ 2008 წელს რუსეთის წინააღმდეგ შეტანილ სარჩელთან დაკავშირებით საჯარო მოსმენა გრძელდება. საქართველოს საკუთარი პოზიციები ჰააგის სასამართლოზე დღეს უნდა დააფიქსიროს. იუსტიციის მინისტრის მოადგილე მთინა ბურჯალიანმა განაცხადა, რომ ჰააგას საერთაშორისო სასამართლოზე საქართველოს დელეგაცია დიდი ნდობით სარგებლობს. ჩვენ ვფიქრობთ, რომ წარმოდგენილი არგუმენტებით რუსეთი პასუხისმგებლობის თავიდან არიდებას ცდილობს. დიდი იმედი გვაქვს, რომ უმრავლესობა მხარს ჩვენ დაგვიჭერს. გუშინ სასამართლომ რუსეთის ფედერაციის პოზიცია მოისმინა. რუსულმა მხარემ განაცხადა, რომ სასამართლოს საქართველოს საქმის მოსმენის იურისდიქცია არ გააჩნია.
ჩემი აზრით, ჰააგის საერთაშორისო სასამართლოს 22 მუხლის მიხედვით არ აქვს უფლება განიხილოს საქართველოს არჩევი. საქართველოს იურისდიქცია აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე არ ვრცელდება. რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებში ქართულმა მხარემ ვერ შეძლო განესაზღვრა ზუსტი კრიტერიუმები. საქართველოს არჩევი შეეხება რუსეთის ფედერაციის მხრიდან რასობრივი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კონვენციის დარღვევას. რაც გულისხმობს ცხინვალის რეგიონში, საქართველოსა და აფხაზეთში ქართველების ეთნიკურ წმენდას, მათ დისკრიმინაციას, ასევე ძალადობასა და მათთვის სახლებში დაბრუნების უფლების ჩამორთმევას. თინა ბურჯალიანთან ერთად ჰააგის სასამართლოზე ქართულ მხარეს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძეც წარმოადგენს. საჯარო მოსმენა 17 სექტემბრამდე გაგრძელდება.